ფილმი იწყება კაპიტანი ამერიკის სხეულის აღმოჩენით. ეს წესით უნდა ეჩვენებინათ 2008 წლის ჰალკის ფილმში, თუმცა ჰალკიდან ეს სცენა ამოჭრეს და საბოლოოდ აქ დაამატეს. ამის შემდეგ კადრი გადადის ტონსბერგში, ნორვეგიაში, სადაც იოჰან შმიდტი ეძებს ტესერაქტს. მოგვიანებით გავიგებთ, რომ ტესერაქტი სივრცის ქვას ინახავდა. რაც შეეხება ტონსბერგს, აქ მოგვიანებით ბევრი რამ ხდება. მაგალითად, აქ მოკვდება ოდინი, ასევე აქ გამოჩნდება ჰელა და დაამტვროს თორის ჩაქუჩს. ასევე ასგარდის განადგურების შემდეგ თორი აქ აარსებს ახალ ასგარდს და სუქდება. თავიდანვე არის მინიშნებები იმაზე, რომ იოჰან შმიდტი ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. რადგან თუ დააკვირდებით, აქ სამი ჯარისკაცი ერთდროულად აწვება სამარხს, თუმცა ადგილიდანაც კი ვერ დაძრავენ. შემდეგ იოჰანი მოვა და ამას მარტო აკეთებს. ასევე ამ კადრში წამიერად გვაჩვენებენ მისი სახის ნიღბის ნაკერს. და როდესაც ის სამეფო კარის თამაშების პერსონაჟს მოკლავს, სისხლი მის სამკერდე ნიშანს ესხმება და ამ ნიშნის თავი წითელად იღებება. ეს არის მცირედი მინიშნება იმაზე, რომ იოჰან შმიდტი რეცქალი, ანუ წითელი თავის ქალაა. ასევე აქ არის უამრავი მითოლოგიური ნიშნები, იგდრასილი, იორმუნგანდი და ბევრი სხვა. მაგრამ ამაზე რომ ვისაუბრო, ვიდეო ძალიან დიდი გამოვა და ამიტომ გამოვტოვებ. მოკლედ იოჰანმა იპოვა ტესერაქტი და კადრი გადადის სუსტ სტივ როჯერსზე. სტივი ცდილობს ამერიკის არმიაში ჩაეწეროს და ომში წავიდეს. მართალია კადრი წამიერად გადავიდა, თუმცა აშკარაა, რომ ტესერაქტის პონიდან რაღაც დრო უკვე გავიდა. რადგან თუ აი ამ გაზეთს ამოაბრუნებ და სათაურს წაიკითხავ, აქ სწორედ ტონსბერგში მომხდარ ამბებზე წერენ. სტივს აქ ომში წასვლაზე უარს ეუბნებიან და წამიერად ჩანს მისი დაბადების თარიღიც, თუ ვინმე საინტერესებდა რა ვიცი. შემდეგ გვაჩვენებენ სტივს კინოთეატრში. ჯამურად ასეთი სამი სცენაა. თავიდან ის უყურებს სხვების ბრძოლას. შემდეგ ჯერზე უკვე საკუთარს, ოღონდ ეს ნამდვილი ბრძოლა არაა, ეს უბრალოდ ომის პროპაგანდაა. და მესამე ჯერზე უკვე უყურებს თავის ნამდვილ ბრძოლას. როდესაც სხვების ბრძოლას უყურებს, მას ეს სიტყვები ესმის. პატარა ტიმიც კი ცდილობს საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს და ჯარს აგროვებს. ოჯახტები. სწორედ ამის ეშინია სტივს, რომ მას ომში არ წაიყვანენ და პატარა ტიმივით ჯართვის შეგროვება მოუწევს. ამიტომ ეუბნება ბაკის ამას. ომში წასვლას ძალიან რატომ გინდა? სხვა საქმეებს ხომ არსებობს? მაინც გავაკეთო. ჩემი წითელი ურიკით ჯარტი შევაგროვო. ო, რატომაც არა? ქარხანაში ჯდომას არ ვაპირე ბაკი. როცა კაცები საკუთარ სიცოცხლეს წირავენ, უფლება არ მაქვს, მათ ჩამორჩე. კინოთეატრის შემდეგ ხედავთ, რომ სტივს აბულინგებენ. აქ სტივი იღებს ნაგვის ყუთის თავსახურს და იყენებს მას როგორც ფარს. მცირედი მინიშნება იმაზე, რომ მისი იარაღი ფარი იქნება. სხვათა შორის მისი იარაღიც ისე ვითარდება, როგორც ფილმ რკინისკაცი 1-ში ვითარდებოდა ტონი სტარკის აბჯარი. თავიდან იყო რაღაც ჯართი, შემდეგ უკვე იყო ნამდვილი იარაღი და ბოლოს ნამდვილი იარაღი, ოღონდ უკვე ფერებში გაფორმებული. აქ სტივისგან პირველად გვესმის ეს სიტყვები. შემიძლია მთელი დღე გავუძლო. მოგვიანებით კი როცა არ ეზარება, ამას სული მიიღებს. შემიძლია ეს მთელი დღე ვაკეთო. აქ მალევე გამოჩნდება სტივის საუკეთესო მეგობარი ბაკი და გადაარჩენს მას ბულინგისგან. შემდეგ კი არის ეს ძალიან კარგი დიალოგი. სად მივიდივართ? მომავალში. აქ ისინი სტარკ ექსპოს გულისხმობენ, თუმცა ეს ასევე არის მცირედი მინიშნება, რომ მათ მომავალში ვნახავთ. სტარკ ექსპო არის ტექნოლოგიური გამოფენა, რომელსაც ყოველწლიურად ატარებს ჰოვარდ სტარკი. მოგვიანებით ამას მისი შვილიც ტონი სტარკიც აკეთებს. ასევე ჰოვარდს სცენაზე ყავს მის სტილში ჩაცმული გოგოები, ისევე როგორც მოგვიანებით ტონის და ისევე როგორც სტივ როჯერსს. აქაც უამრავი მინიშნებაა, მაგრამ ვიდეო ძალიან დიდი გამოდის, ამიტომ რაღაცეებს გამოვტოვებ და თუ გენდომებათ, მოგვიანებით სხვა ვიდეოს ჩავწერო. მთავარი რაც აქ არის და ვერ გამოვტოვებ, არის აი ეს წარწერა, Television, რაც მიანიშნებს, რომ ტელევიზია აქ ახალი გამოგონებულია, მაშინ როცა ჰიდრას უკვე სათვალთვალო კამერები აქვს. ანუ ჰიდრა ბევრად უსწრებს ამერიკას ტექნოლოგიურ განვითარებაში. ასევე ვახსენოთ ეს მფრინავი მანქანა, რომელიც არ მუშაობს. თუმცა მოგვიანებით ფარის აგენტებში ვნახავთ, რომ აგენტ კოლსონს ამ მანქანის მუშა ვერსია აქვს. სცენა მთავრდება სტივისა და ბაკის დამშვიდობებით. ჩემს დაბრუნებამდე რაიმე სიცულელეს ნუ ჩაიდან. როგორ ჩავიდან, როცა მთელი სიცულელე შენ მიგაქვს? ზუსტად იგივე სიტყვებით ემშვიდობებიან ისინი ერთმანეთს ენდგეიმშიც. რამე სიცულელე არ ჩაიდინო, ჩავალ და ეგრევე დავბრუნდები. კარგი რა. ყველა სიცულელე შენ მოყვება. ამის შემდეგ სტივი გაიცნობს მეცნიერ აბრაამ ერსკინს. საიდან ხართ? გვისიდან. მაშასემ, სინამდვილეში საიდან ხარ? ბრუკლინიდან. ამის მსგავსი დიალოგი მეორდება ფილმ სამოქალაქო ომში. კარგი გული გაქვს. საიდან ხარ? გვისიდან. ბრუკლინი. სწორედ ამიტომ ეღიმება აქ სტივს. მას აბრაამი და საკუთარი თავი გაახსენდა. როგორც იქნა სტივი არმიაში მიიღეს და შემდეგი სცენა გადადის ჰიდრას ექსპერიმენტებზე. აქ ხედავთ არნემ ზოლას სახეს გამადიდებელ შუშაში. ეს მინიშნებაა კომიქსებში მის გარეგნობაზე. მოგვიანებით ასევე ჩანს კიდეც, რომ ის ამ ფორმის მიღებაზე მუშაობდა. არნემ ზოლა საკმაოდ ჭკვიანია, რადგან იმ დროინდელი ტექნოლოგიითაც კი შეძლო ტესერაქტის ენერგიის გამოყენება. ასევე ექსპერიმენტის დროს ის ჩერდება 70%-ზე. ისე როგორც სტივის კაპიტან ამერიკად გადაქცევის დროს ვხედავთ, რომ ჰოვარდ სტარკი 70%-ზე აჩერებს ვიტარეის სხივებს, მაგრამ იოჰან შმიდტი ჩაერევა და 100%-ამდე გაზარდის ენერგიას.
შემდეგ სცენა გადადის სტივის ვარჯიშებზე, სადაც ის გაიცნობს პეგის. აქ ასევე ვხედავთ ჯარისკაცს გილმორ ჰოჯს, რომელიც მუდამ აბულინგებს სტივს. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ის ამას აკეთებს და სტივი მთელი ცხოვრება მის ამქმედებას ბულინგთან აიგივებს. ყველაფრის გაგება არ შეგიძლია. ეკლიან მართლზე არ დაწვევი, რომ მეგობარს გასასვლელი გავუკეთო. მოგვიანებით, როდესაც სტივი გმირი გახდება, გვაჩვენებენ, რომ ჰოჯი მას გაკვირვებული და შურიანი თვალებით უყურებს. ასევე ამ სცენაში, როდესაც სტივი სხვების დასაცავად თავის გაწირვას აპირებს, ხედავთ, რომ პეგისაც იგივეს გაკეთება უნდოდა, რაც არის მინიშნება, რომ პეგის ღირსეულია იმისთვის, რომ კაპიტანი ამერიკა იყოს. მოგვიანებით კი ვგებულობთ, რომ ზოგიერთ სხვა სამყაროში პეგი არის კიდეც კაპიტანი ამერიკა. ასევე ვარჯიშის დროს ჩანს, რომ სტივი სხვებზე ჭკვიანია, როდესაც დროშას ძირს აგდებს და ისე ხსნის. სავარაუდოდ ამ დროში შუაში დახატული ვარსკვლავი გახდა ინსპირაცია, რომ მის ფარზეც შუაში ვარსკვლავი დაეხატა. სხვადასხვა აქ სტივს გაუმართლა, რომ ეს ამერიკის დროშა არ იყო, რადგან კანონით არ აქვს უფლება, რომ დროშა მიწას შეახონ და ამიტომ იგივეს ვერ გააკეთებდა. საბოლოოდ ერსკინი ირჩევს სტივს ექსპერიმენტისათვის. ის სტივს უამბობს იოჰან შმიდტის ისტორიას, ასევე უხსნის თუ როგორ მუშაობს მისი შრატი. ვაქცინა იმას აძლიერებს, რაც კონკრეტულ ადამიანშია. კარგი, უკეთესი ხდება, ცუდი, უარესი. შემდეგ გადავდივართ ისევ იოჰან შმიდტის სცენაზე, სადაც თუ კადრს შეანელებ, დაინახავ, რომ მას წითელი თავის ქალა აქვს. ისე ეს მხატვარი მაგრად მეწოდება. ის იოჰანის პორტრეტს ხატავს და მაგრად ეშინია. აშკარად არ იცოდა, რომ წითელთავიანი ტიპის დახატვა მოუწევდა. კიდევ კაიროს აღებავი მაინც აქვს საკმარისად. და როგორც იქნა დაიწყო სტივის ტრანსფორმაციის სცენა. აქ სტივს ერსკინის შრატს უკეთებენ და ჰოვარდ სტარკი მას ვიტა რეის სხივებით ასხივებს. ექსპერიმენტის დროს ჩანს, რომ ეს სტარკის ტექნოლოგიაა. ასევე ჩანს, რომ სტივის ტვინის ეს ნაწილი ანათებს. დავგუგლე და ეს ნათხემი აღმოჩნდა. როგორც ვიკიპედიაზე ამბობენ, ნათხემი პასუხს აგებს მოძრაობათა კოორდინაციაზე, სხეულის წონასწორობის, პოზისა და ტონუსის დაცვაზე. ასევე ექსპერიმენტის დროს სტივი ტკივილისაგან ყვირის. თუმცა, როდესაც ექსპერიმენტის შეწყვეტას დააპირებენ, დაიძახებს გაუძლებო. სტივენ! გამორთეთ. სტივენ! გამორთეთ. ახლავე. რეაქტორი გამორთეთ, მისტერ სტარკ, გამორთეთ სწრაფად. რეაქტორი გამორთეთ. არა, არ გამორთოთ. გავუძლებ. სწორედ ამის გამო, როდესაც ჰალკი ინფინიტი ქვებს იყენებდა და დიდი ტკივილი იგრძნო, სხვებს მისი გაჩერება უნდოდათ, მაგრამ სტივმა ჯერ ჰალკს კითხა, შეძლებდა თუ არა ამის გაკეთებას. მოხსენით. მოიცადე ბრუს, კარგად ხარ? გვიპასუხებენ. გავუძლებ. აქ კიდევ ერთი მსგავსებაა კაპიტანი ამერიკისა და რკინის კაცის ფილმებს შორის. ორივე მათგანს მოხუცი მეცნიერი დაეხმარა გმირად ქცევაში, ორივე შემთხვევაში ეს მეცნიერი მათ თვალწინ მოკლეს და ორივე შემთხვევაში მათ სიკვდილის წინ ჩვენს გმირებს სამოტივაციო სიტყვები უთხრეს. შემდეგ სცენაში სტივი ჰიდრას აგენტს მისდევს. აქ არის ერთ-ერთი საუკეთესო სცენა, როდესაც სტივი ახტომის დროს ხელებით ღობეზე გადასვლას აპირებს. თუმცა მალე აღმოაჩენს, რომ იმდენად იძე ახტა, რომ ხელების დახმარება არ ჭირდება. ჰიდრას აგენტს მალე დაეწევა და როდესაც ის იარაღიდან ესვრის, სტივი იყენებს ტაქსის კარებს როგორც ფარს თავის დასაცავად. კარის შუაში ასევე ჩანს ვარსკვლავი. კიდევ ერთი მცირედი მინიშნება, რომ მის ფარს შუაში ვარსკვლავი ექნება. ასევე თუ დააკვირდებით, ამ დროს ხალხი პანიკაშია და გარბიან. თუმცა ერთი მათგანი ფოტოს იღებს. მოგვიანებით ამ ფოტოს ვხედავთ სერიალ ფალკონი და ზამთრის ჯარისკაცში, როდესაც კაპიტანი ამერიკის მუზეუმს აჩვენებენ. კაპიტანი იჭერს ჰიდრას აგენტს, თუმცა ის ციანიდით იკლავს თავს. შემდეგ სცენაში ისევ იოჰან შმიდტია. მასთან ნაცისტი ჯარისკაცები მიდიან და მის ტექნოლოგიას ჯადოსნობას უწოდებენ. როგორც ხედავ ამ ომში გამარჯვებას, ისევ ჯადოსნობის მე შევიცილო. რავი, ალბათ რაიმე რომ არ გესმის, ის შენთვის მაგიას ან ჯადოსნობას წარმოადგენს. ამაზე სხვათა შორის თორიც საუბრობდა. თქვენი წინაპრები ამას მაგიას ეძახდნენ. შენ კი მეცნიერებას ეძახი. ჩვენთან მეცნიერება და მაგია ერთი და იგივეა. იოჰანი კლავს ამ ჯარისკაცებს და თუ აქ მისი იარაღის ხმას მოусმენ, შეამჩნევ, რომ ის ძალიან გავს ტონი სტარკის იარაღის ხმას. ეს იმიტომ, რომ ორივე მათგანი ტესერაქტის ენერგიით შექმნეს. შემდეგ სცენაში ვხედავთ, რომ სტივისგან სისხლის ნიმუშს იღებენ. სწორედ ასეთი ნიმუშით აღადგენს მოგვიანებით ჰოვარდ სტარკი ერსკინის შრატს. შემდეგ მას ზამთრის ჯარისკაცი მოიპარავს და მისი დახმარებით ჰიდრა შექმნის ახალ სუპერჯარისკაცებს. სტივს ისევ არ ეძლევა საშუალება, რომ ომში წავიდეს. თავიდან ფიზიკური მონაცემები არ იყო საკმარისი, ახლა კი იმის გამო, რომ ლაბორატორია განადგურდა. ის ერთადერთი სუპერჯარისკაცია და ეუბნებიან, ერთი კაცი ომის მოსაგებად საკმარისი არ არისო. სამაგიეროდ სტივი გააგზავნეს სხვადასხვა ქალაქებში ტურებზე, რომ ომის პროპაგანდა გაავრცელოს და მეტი ფული იშოვოს ომის დაფინანსებისთვის. ამ სასცენო გამოსვლების დროს ვხედავთ, რომ სცენა მორთულია კაპიტანი ამერიკის ფარის სტილში. კიდევ ერთი მინიშნება, რომ სტივს ასეთი ფარი ექნება. ასევე დააკვირდით ამ პოსტერს. მოგვიანებით ის ბარათებზე ვნახეთ. შემდეგი სასცენო გამოსვლა სტივს უკვე არა ამერიკაში, არამედ იტალიაში აქვს. ის აშკარად აუთსაიდერად გრძნობს თავს, როდესაც თვითონ სცენაზე ცეკვავს, მის წინ კი ნამდვილი მეომრები არიან.
აქ კიდევ ერთხელ ჩანს გილმორ ჰოჯი და ის ისევ აბულინგებს სტივს. ლამაზი შექმნებია, ფერია. შოუს შემდეგ სტივი საკუთარ თავს ხატავს როგორც მოცეკვავე მაიმუნს, რადგან ის სწორედ ასე ქორწინობს თავს, ოდესაც სცენაზე გამოდის. მოგვიანებით ეს ნახატი ისევ ჩანს ფილმ სამოქალაქო ომში. პეგი სტივს ეუბნება 107 დივიზიის შესახებ, სადაც მისი მეგობარი ბაკი მსახურობდა. შმიდმა თავისი ძალები აზანოში გაგზავნა. 200 კაცი ებრძოდა, მაგრამ მათგან 50-იც არ დაბრუნებულა. 107 დივიზიიდან მხოლოდ ეს ბიჭები გადარჩნენ. ზოგი დაიღუპა, ზოგი ტყვედ ჩავარდა. 107? სწორედ ამ დროს გადაწყვიტა სტივმა, რომ ბრძანებებს არ დაემორჩილოს და მისი მეგობრის გადასარჩენად წავიდეს. ის შეიპარება ჰიდრას ბაზაზე და იწყებს ტყვეების გათავისუფლებას. თავიდან ის ხვდება აი ამ ჯარისკაცებს ჰაულინგ კომანდოს კომიქსებიდან. ამათზე ბევრს არ ვისაუბრებ, ვახსენებ მხოლოდ ამ ერთს. ეს არის ჯიმ მორიტა, პიტერ პარკერის სკოლის დირექტორის მისტერ მორიტას ბაბუა. მისტერ მორიტას ოფისში აქვს კიდევაც ბაბუამისის ჯიმის ფოტო. სტივი ასევე იპოვის ბაკის და გაათავისუფლებს მას. ფილმში არ უჩვენებიათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ აქ ბაკის ექსპერიმენტების დროს გაუკეთეს სუპერჯარისკაცის შრატი, რომელიც არნემ ზოლამ დაამზადა ერსკინის ნამუშევრების მიხედვით. და როგორც იქნა, იოჰან შმიდტი გვაჩვენებს თავის ნამდვილ სახეს და ირკვევა, რომ ის რეცქალი, ანუ წითელი თავის ქალაა. რეცქალი გარბის, სტივი კი გადარჩენილ ტყვეებთან ერთად ბრუნდება ბაზაზე. და აი ამ დროს ბაკი აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. მისმინეთ. კაპიტან ამერიკას გაუმარჯოს. ბაკის ამ სიტყვების შემდეგ ჯარისკაცები სტივს ტაშს უკრავენ და იბადება კაპიტანი ამერიკა როგორც სიმბოლო და გმირი. შემდეგ არის სტივის დაჯილდოვების სცენა, სადაც გვაჩვენებენ ამ ორ ადამიანს. ნუ ეს რა თქმა უნდა ვიცით, რომ სტენლი არის, თუმცა მეორე ადამიანიც საკმაოდ ცნობილია, რადგან ის 70-იანებში განასახიერებდა კაპიტან ამერიკას. შემდეგ სცენაში ვხედავთ, რომ ჰოვარდ სტარკი ცდილობს შეისწავლოს ტესერაქტის ენერგია. მას ეს სავარაუდოდ სტივმა მოუტანა, რადგან ვნახეთ, რომ ჰიდრას ბაზაზე მოიპარა. ის რომ ჰოვარდს ტესერაქტის შესწავლა უნდოდა, ჩანს რკინის კაცი 2-შიც. როდესაც ტონიმის ჩანაწერებს ათვალიერებს, ვხედავთ ტესერაქტის ნახაზებს. აქ ჰოვარდ სტარკმა აფეთქება გამოიწვია. ამის მსგავსი სცენა აქვს ტონი სტარკსაც. ტონისთან აფეთქება არ არის, თუმცა მას რაკეტა ენოტი აშინებს. შემდეგ სცენაში სტივი იარაღად ირჩევს ვიბრანიუმის ფარს. მანამდე მან სამეფო კარის თამაშების პერსონაჟს მარჯერის აკოცა. ამის გამო პეგი მიეჭვიანა და ეს გააკეთა. ჩვენ კი მოგვეცა შანსი, რომ გვენახა ვიბრანიუმი როგორ იწოვს ენერგიას. იარაღად ფარის არჩევის გამო ჰოვარდი სტივს გაეღადავა და ასეთი რამ უთხრა. თუმცა ჰიდრა ჯიბის დანით არ იმოქმედებს. თუმცა მოგვიანებით ვნახავთ, რომ ჰიდრას ჯარისკაცი მართლა მოქმედებდა ჯიბის დანით. შემდეგ არის მონტაჟი, სადაც კაპიტანი ამერიკა და მისი გუნდი ჰიდრას ბაზებს ანადგურებს. კაპიტანი ისევ თავის ფერად ფორმას იყენებს. ერთი იმიტომ, რომ ეს უკვე სხვებისთვის სიმბოლოდ იქცა და მეორე იმიტომ, რომ ამ ფერებით მტრის ყურადღებას თანაგუნდელებიდან საკუთარ თავზე გადაიტანს. შემდეგ კი სტივის ცხოვრების ყველაზე ცუდი დღე, მატარებლის სცენა, სადაც ჩანს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ბაკი მის თვალწინ კვდება. თუმცა მოგვიანებით სხვა ფილმებში ირკვევა, რომ ბაკი გადარჩა, რადგან როგორც გითხარით, ჰიდრამ მას სუპერჯარისკაცის შრატი გაუკეთა. შემდეგ სცენაში სტივი ბარში სვამს და მის მეგობარს გლოვობს. ეს ის ბარია, სადაც მანამდე გუნდი შეკრიბა ჰიდრასთან ბრძოლისათვის, მაგრამ ახლა ეს ადგილი უკვე განადგურებულია, რადგან სავარაუდოდ ის ჰიდრამ დაბომბა. სწორედ ამის შემდეგ იწყება ბოლო ბრძოლის სცენა. სტივი ჰიდრას ბაზაზე შედის, მას იჭერენ და კიდევ ერთხელ ამბობს ამ სიტყვებს. ამას შემეძლია მთელი დღე გავუძღვო. რა თქმა უნდა შეგიძლია, მაგრამ სამწუხაროდ დროში ძალიან შეზღუდული ვარ. მერე კი ჰუალინგ კამენდო მოდის მის გადასარჩენად. შემდეგ არის მისი და წითელი თავის ქალის ბრძოლა, სადაც ის ასეთ რაღაცას ეუბნება. შეგეძლო ღმერთების ძალაუფლება გქონოდა, მაგრამ შენ კერძზე დრო შეგახადია და გჯერა, რომ ერებს შორის ბრძოლაში შენი ქვეყანა გაიმარჯვებს. სტივი სამომავლოდ მართლა მიიღებს ღმერთის ძალას, თუმცა წითელი თავის ქალა ამას ვერ ახერხებს და ტესერაქტი მას ანადგურებს. უფრო ზუსტად აქ ჩანს, რომ ანადგურებს, თუმცა ენდგეიმში ვიგებთ, რომ ტესერაქტმა ის ვორმირზე გადაიყვანა და მას სამუდამოდ სულის ქვის დაცვა მიესაჯა. ტესერაქტმა ხომალდი დააზიანა და ის ნიუ-იორკისკენ მიფრინავს. ნიუ-იორკის გადასარჩენად კი სტივი გადაწყვეტს, რომ გზაში ჩამოაგდოს ის. სტივი ფიქრობს, რომ ამას თვითონაც ვერ გადაურჩება, ამიტომ პეგის ურეკავს, რომ დაემშვიდობოს. საუბრის დროს ის პეგის ცეკვაზე პატიჟებს, რადგან მანამდე უთხრა, რომ გოგოსთან არასოდეს უცეკვია. სამომავლოდ ენდგეიმის ბოლოს კი ვხედავთ, რომ როგორც იქნა პეგისთან იცეკვა. ფილმის ბოლოს სცენაში სტივი მომავალში იღვიძებს. ამ პატარა სცენაში კიდევ უამრავი რამ ხდება, მაგრამ მე მგონი ამ ვიდეოსთვის უკვე საკმარისია. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გსურთ სხვა ასეთი ვიდეოების ნახვა, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი.